ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე განიხილეს დილიდან დროებით საგამოძიებო კომისიაზე. ეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს მომხდარი ერთ-ერთი გახმაურებული საქმეა. კომისიის წევრებმა 2006 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდების ოჯახის წევრებს მოусმინეს. საუბრობდნენ ოთარ სურმანიძე, მანამდე კი კომისიის წინაშე წარსდგა მიხეილ ართმელაძე. დათაახალა ეს მეთაურობით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რომ დახოცა ესენი, ფიქრობს ახლა რანაირად გავაკეთო და გურამ დონაძე ასეთი პიროვნება არ გადამღები, ვიდეო გადამღები ვამბობ და ეს დაურეკეს მოიყვანეს დათაახალა გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. თუ არ ვცდები ესენი გარბიან აღმასროლით, ძირს ავტომატებიო. ესე იგი ბრალდებას უყენებენ, ვითომ ამ ბიჭებს ავტომატები გააჩნდათ. დათაახალაია ამ დროს არის ქვეყანაში ჩვენ სიმდროინდელ სახელმწიფოში უშიშროების ხელმძღვანელი. ამ დროს ის კლავს სხვებთან ერთად ახალგაზრდებს გიორგი დგებუაძის მის ქვემდებარესთან ერთად და მას მერე რაც სამივე უკვე გარდაცვლილია დგება საჭიროება რომ მოიგონონ ბრალდება. ზუსტად პატივცემულება ჩვენ დაბალი დონის გლეხები ვიღაც ხულოელები მიგვეტყვის და მის შეგვაფასებს ჩვენ იმის შემდეგ დაიდგა ეს სცენარი რომ ვითომაც ავტომატები გააჩნდნენ ამათ და ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენ 3 ახალგაზრდა გამთენიისას მოვიყვანი პატივცემულებო და ესე იგი დილას შუადღან დავასაფლავე შიშით და რანაირად დავასაფლავე და მერთმა დაინახა ჩარიელი ფუტელი არ იყო ამოცილი ქონდა ყველანაირი რომ სწორად დავხსნათ სწორად გავიგოთ და იმ თოკით იყო მოკერილი მეთქი ამაზე ჯამთელია ახალგაზრდა ქალი ამაზე ესე იგი ვეღარ გაუძლო და გაიტიშა ჩემმა შვილმა 23 წლის შვილმა 54 წლის დედა შეიწირა ჩემი მეუღლე შეიწირა დასაფლავებული ახლა გამანადგურა სააკაშვილის გუნდმა ეგრეთ წოდებულმა ჯალათურმა წყობამ გამიპარტახა ოჯახი ესე იგი ტკბილი ლამაზი გემრიელი ოჯახი ნულის ტოლფასად ვარ დღეს მას შემდეგ რაც თქვენ ჭირისუფალი ბრძანდებით ვინმე აი ამ ჯალათების პარტიიდან თუნდაც ერთი ადამიანი მაინც ვინმე მოვიდა და მოგისამძიმრათ ამ პატიება გთხოვათ? არანაირი პირიქით ამათი მქონდა ნუ თუ ამ ხელისუფლებას არ გააჩნია მკვლელობებიო ეს პირიქით არავის ქედი არ მოუხრია მეხუთე ნომრებიდან თქვენ არაკაცები აი ამ ჭირისუფალ ხალხს თვალებში ჩახედეთ და კიდევ ბედავენ ეს არაკაცები და იძახიან რომ რაღაცები დადგმული არის და კიდე ქილიკობენ ოჯახების განადგურების ხარჯზე. ეს ხო ჩვეულებრივი ხელწერა და იმ ხელისუფლების რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ იყო ტერორისტი ხელისუფლება ადამიანი რომელიც თქვენ ახსენეთ მასტერა იგივე გიორგი დგებუაძე ეს არის ადამიანი რომელიც მონაწილეობს პაატა ქარდავას მოტაცებაში დახვრეტაში და ზღვაში გაქრობაში დავით ცინდელიანის მოტაცებაში დახვრეტაში და ზღვაში ჩაგდებაში როინ შავაძისთვის 23 ტყვია ქონდა მორტყმული მე მგონი იმის მოტაცებაში და იმის დახვრეტაში და ეს 3 ბიჭი მათ შორის რომ ერთ-ერთი თქვენი ბიჭი ეს იყო ადამიანი რომელიც გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას და ეს რო არ არის ჰაერზე ნათქვამი არის ამისი ჩანაწერები ვისაც უკვეთავდა უაის ახმადოვი იმან ჩაიწერა ყველაფერი როგორ უკვეთავდა გიორგი დგებუაძე იგივე მასტერა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას მაგრამ იმან გადაწყვიტა რომ პირიქით ჩაეწერა და აქეთ დაედანაშაულები დათაახალაია მივიდა მურატ გორგოძესთან და საკონტროლო გასროლა გაუკეთა და შემდეგ თქვენ შულს და მეორე მეგობარს ასევე საკონტროლო გასროლები გაუკეთა თქვენს პასანამშრომლებმა წამოვდექ იმისთვის წამოვდექ რომ ასე გააკეთა მეთქი საკონტროლო გასროლა ეს არის დადგენილი სასამართლოს მიერ ესე სახალხოდ ქუჩაში ხალხის ახალგაზრდა ბიჭების 23 წლის მესამე კურსის სტუდენტების სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ესე სანიმუშოდ და დახოცვა სახალხოდ ერთადერთ რამეს ემსახურებოდა ალბათ რომ ყოფილიყო შიში ყველა დანარჩენებისთვის
მე მინდა მიმართო ევროკავშირის ელჩს, გერმანიის ელჩს და ყველა იმ ელჩს, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას. რამდენი ადამიანი უნდა მოვიდეს კომისიაზე, რამდენი მოკლული შვილის მამა, რამდენი მოკლული შვილის დედა, რამდენი განადგურებული ოჯახში დარჩენილი ჯერ კიდევ ცოცხლად და დაზიანებული ადამიანი, რამდენი ქონება წართმეული ადამიანი, მორალის მქონე ადამიანი, რომელიც ჯერ კიდე თავს იკავებდა ზოგი მოსვლას, რამდენი უნდა მოვიდეს, გითხარით ბატონებო, რომ თავი დაანებოთ აი ამ ნაციონალური მოძრაობის როგორც დამნაშავე რეჟიმის მხარდაჭერას. 12 იანვარს მომხდარი სპეცოპერაციის დროს როგორც ასეთი ტელევიზიით რომ გადმოსცემდნენ სპეცოპერაციას, მე თვითონ არ მინახია ეს სპეცოპერაცია, ბათუმიდან ჩემი სიძე და გამოვიდნენ. და ეს ბავშვები რომ თბილისში წამოსული იყვნენ, წალკაში რომ იყვნენ წასული, ჩემი ოჯახიდან გამოვიდნენ, სამვეს კარგად ვიცნობდი. ვიცოდი და მითხრეს რომ თბილისში რაღაც შეხლა შემოხლა მოხდაო, ბიჭებმა რაღაც დააშავესო და დაჭერილი არიან და წავიდეთ, უნდა ბავშვები უნდა ვნახოთ. როგორც ასეთი სპეცოპერაციისთვის და გარდაცვლისთვის გზად არ ვიყავ, მე წამოვედით თბილისში, რომ მივედით, ესე იგი შენობასთან რომ მივედით, მივხვდი რომ ეს პოლიცია არ იყო, ბავშვები დაჭერილი არ იყვნენ, ეს იყო საავადმყოფო. ამ საავადმყოფოს უკან რომ წამიყვანეს უკვე გამაგრდიო, მითხრეს და გამაგრების თავი აღარ იყო. უკვე მე გავიაზრე, რაც რომ მომხდარი იყო. შევდივართ ამ მორგთან ჭიშკარში პოლიციელი დაგხვდა ვიღაცა. ვინ ხართ, რა ხართ, ბათუმიდან ჩამოსული ვართ, ეუბნება ეს ჩემი სიძის ბიძა. იმ საქმესთან დაკავშირებით, რა საქმესთან ჯერ საქმეს არ ვიცი. და ტელევიზორს გვანახებენ, ესე იგი ბნელი კადრია ტელევიზორში ჩანს სროლები, თორემ ვინ ვის ესრის, ვინ სად ისრის, ფაქტიურად არაფერი არ ჩანს. და მიხსნია რომ ეს აქ სამი ახალგაზრდა იყო და სპეცოპერაციის დროს ორ მხრივი სროლის შედეგად დაიღუპნენ. რომ დაიღუპნენ, მანახვეთ ბავშვები უთხარი რა. მეუბნებიან ერთი რომან სურმანიძე იყო. რომან სურმანიძე ესე იგი პასპორტი ჰქონდა და იმით იცნეს. და დანარჩენ ორს იცნობ, მეკითხებიან. და ხოცა აზრზე არ იყვნენ ის ორი გვამი ვინ იყო. ახლა რადგან თბილისში ჩამოსული ვარ, ამ დარს ვეპატრონო უნდა კაცო. სადაც მივედი, სულ ლანძღვა გინებას ვისმენდი ჩემი მისამართით და ამ უდანაშაულოდ დახოცილი ბავშვების მისამართით. ესენი თურმე ტერორისტებად გუზდიან, თურმე არაკაცებად გუზდიან, ვინ არიან აგენის მშობლები, ეს რა ხალხი ყოფილან ეს აჭარლები, დავასვენეთ და წავიყვანე ეს ბავშვი. ჭიშკართან ორი პოლიციელი ხდება, ჩემს ეზოში მე არ მიშვებენ კაცო. მკვდარი რომ შევიტანო, ჩემს ეზოში მე არ მიშვებენ, რომ ტერორისტი ყოფილა ეს ბაღანა და თურმე სახლის გაჭხრეკა უნდანან და პადვალში შესვლა უნდანან და ისე დავასაფლავე ორი პოლიციელი ჩემს ეზოს არ მოცილებია. მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. და განცხადება მინდა შევიტანო, სადმე რომ ერთი გამეიძიონ კაცო რა დააშავა ამ ჩემ ბაღანა, ვინ მოკლა? რომ პასუხი ვაგო, ამ ბოდიში მოუხადო, ჩემი ბაღნის ხელიდან გასროლი ტყვიას ვინ ემსხვერპლა, ან ვინ დაიჭრა. კიდევ ასევე საღამოს გამოვდივარ, რომ მატარებელს გამოვყვე თბილისში და პოლიციაში განაცხადი შევიტანო. ტელეფონში შემოდის დახურული სკრიტი ნომერი და მეუბნება. დაბრუნდი უკან, თუ გინდა რომ დანარჩენი შვილები ცოცხალი გყავდეს. იურიდიული კომიტეტის ხდომაზე დღეს სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას დაადგენს. მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე არჩილ კოჭლამაზაშვილის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2 დღის წინ წარუდგინა. დასამტკიცებლად ხმათა უმრავლესობა ამ დეპუტატთა 76 ხმა საჭირო, ქართულ ოცნებას კი საპარლამენტო უმრავლესობაში 79 დეპუტატი ყავს. რაც შეეხება თავად არჩილ კოჭლამაზაშვილს, ის 2020 წლიდან 3 წლით ბადით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამხალხო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა. მანამდე კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტში კონსულტანტად მუშაობდა, ასევე აქვს იურისტად მუშაობის გამოცდილებაც.
Юридический комитет შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაადგენს კანდიდატის შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნასთან, მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება კანდიდატთან გასაუბრება. კანდიდატი არის გამოცდილი კვალიფიციური, შეარჩია იუსტიციის საბჭომ და რა თქმა უნდა, აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ უკვე უმრავლესობა იმჯერებს აღნიშნულ კანდიდატთან მიმართებაში პროცედურებით იცით რომ უმრავლესობა საუცხოა იმისათვის რომ კანდიდატი იყოს არჩეული და მე დარწმუნებული ვარ რომ გასაუბრების შემდგომ იურიდიული კომიტეტის დასვნის შესაბამისად აღნიშნულ კანდიდატს ეკითხება ჩვენი ხარდაჭერა. მეორე დღეა შეფასებების თემაა რუსი პრანკერების გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეო. კომენტარზე უარს ამბობს ოპოზიციის ნაწილი, მართულ გონჩი კი აცხადებენ რომ ოპონენტების მხრიდან გადატრიალების მცდელობები მათთვის საქანძე ცნობილი იყო და ჰაკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. შეგახსენებთ რომ რუსი პრანკერების ამჯერად სავარაუდოდ პოლ მასარუნის ესაუბრებოდნენ, რომელიც კონგრესმენი ჯო უილსონის თანაშემწეა. ამ ვიდეოში რომლის ავტორობას დადგენილი არ არის, საუბარია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც პოლ მასარო საქართველოში მაიგნის სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ჩვენ არასდროს არ ვიყავით მოვლენათა რადიკალური განვითარების მომხრე. და თუ ვინმე ამის მომხრე არის, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს და ამ ჯგუფებს არ შესწევათ გული ჩვენს ქვეყანაზე, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი არის პოლიტიკური პროცესი, მთავარი არის მშვიდობიანი გზით ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დასუსტება და მათი ოპოზიციაში გადაყვანა. ეს არის მთავარი და ნებისმიერ ძალადობრივ და რადიკალურ მეთოდებს ბუნებრივია ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით, დღესაც ვემიჯნებით და მომავალშიც გავემიჯნებით. იგივე სცენარი ვიხილეთ მათ შორის 2022 წელს, როცა ოპოზიცია კვლავ დამარცხდა ქართულ ხალხთან და უკვე მერე დაიწყო მაიდანიზაციის გამოცდილების გეგმა, რომელსაც პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი საქართველო, ყველას გვახსოვს ის რადიკალური აქციები და პირისპირება პოლიციასთან, პარლამენტის შტურმის მცდელობა, რა თქმა უნდა, ეს არის მაიდანიზაციის გეგმა, რასაც ახლდა კონკრეტული შემსრულებლები, კონკრეტული დაფინანსება, კონკრეტული პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან და გარდა იმისა, რომ ამაზე საუბრობდნენ ქვეყნის შესაბამისი სამსახურები, საუბრობდით ჩვენ, ახლა უკვე აქტორები ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც სხვადასხვა ინტერვიუებში ამას ადასტურებდნენ, გავასწრებთ ბაკელის ინსტიტუტის ანგარიში, სალომე ზურაბიშვილის, სუჩან ანუაშვილის საუბარი, გავასწრებთ ჯო უილსონის პოლიტიკური მრჩევლის განცხადებები და სამწუხაროდ ეს გეგმა დღესაც არსებობს, არსებობენ შემსრულებლები, თუმცა ქართული სახელმწიფო და ქართული ხალხი ამ გეგმის შესრულებას არ და ვერ დაუშვებს და ვერც მომავალში ასეთ გეგმას ვერანაირი წარმატება ვერ უწევია. ხშირად ვეკავენ სააგენტოს ხელხაზე მოქალაქეები და ითხოვენ ცხოველების თავიდან მოშორებას. ამის შესახებ შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მონიტორინგთან საუბრისას განაცხადა. ეკა გიუნაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს იყო მიუსაფარი ცხოველების მოწამვლის არაერთი ფაქტით. სააგენტოს ხელმძღვანელმა ცხოველების მეპატრონეებს ის ვალდებულებები შეახსენა, რაც მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ. გიუნაშვილმა ხელხაზე დროული შეტყობინების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ მიუსაფარ ცხოველს რაიმე პრობლემა ექნება, სააგენტოს უნდა მიმართო. ხშირია პატრონები რეკავენ და ცხოველის მოშორებას უთხოვენ. რა თქმა უნდა, ოპერატორი მათ განმარტებას აძლევს, თუ ეგეთი რაღაცა არ არსებობს, რომ პატრონი ოჯახში მიიყვანო ცხოველი და ერთ დღესაც აღარ მოგინდეს და მოაშორო. არაერთი ფაქტი დადასტურდა, დაფიქსირდა ცხოველების მოწამვლის. დროული რეაგირება სადაც მოხდა, სადაც ხერხაზე დროული შეტყობინება მოხდა, აი კომბინატში რამოდენიმე ფაქტი იყო. ერთ მიმკედელებელს რამდენიმე ცხოველი მოუწამლეს და დროულად მოგმართა და მათ გადასხმების შესაბამისი გადაუდებელი კურნალობა ჩაუტარდათ, გადარჩა, მაგრამ ცხელხაზზე თუ დროული მომართვიანობა არ მოხდა მიმკედებლების მხრიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება ეს რეგიონის მასშტაბით ხო ვერ გავიგებთ სად რა მდგომარეობა შეიძლება იყოს. იმდინარე წელს რამოდენიმე ინტოქსიკაციის ფაქტი ჰქონდა, რამოდენიმე ისეთი მძიმე არ მახსენდება, მაგრამ ყოველთვის რეაგირებას ვაკეთებთ, მეტი წელი გადავარჩინეთ. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც უკვე ძალიან მძიმე შემოვიდა, დაგვიანებით შემოვიდა მომართვის და შეიძლება ეგეთის გადარჩენა ვერ მოხდა. ხშირი არის დაზიანებები, ძირითადად ავარიებით შემოდის. 4-ვე ქალაქიდან და 4-ვე რაიონიდან. ეს ძირითადად ყველაზე მეტი შემოდის გორიდან და ხაშურიდან. იმიტომ რომ ცენტრალური მაგისტრალიც აქ გადის, მოსახლეობის რაოდენობაც მეტი არის და შესაბამისად ცხოველების რაოდენობაც მეტი არის. არაერთ ძაღლს ნახავთ ქალაქში ამპუტირებულს, თათმოჭრის, ეს ჩვენი ვეტერინარები ძალისხმევით მოხდა ამ ცხოველების გადარჩენა.
რატომ არის მძიმე დაავადება საშვილოსნოს ყელის კიბო და როგორ უნდა ავიცილოს თავიდან? ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაცემა ჯანმრთელობის მონიტორინგში მიან გინეკოლოგმა დეტალურად ისაუბრა. ექიმი ალეკო წაველიძე დაავადების გამოწვევ მიზეზებს და პრევენციულ ღონისძიებებს დეტალურად განმარტავს. მედიკოსი გადაცემაში მენსტრუალურ პრობლემებზე და გამოწვევ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება. ეს არის სიმპტომებსაც შეეხება მით დავიწყებ, ეს არის გამონადენი, სისხლიანი გამონადენი საკესურიზებიდან. ხო, შესაბამისად მიმართვა დაუყოვნებლივ გინეკოლოგს, მეგინეკოლოგს, რომელიც გასინჯავს პაციენტს, ჩაუტარებს ოქროს სტანდარტი რაც არის ამ კლუბის პაპ ტესტს ჩაუტარებს და შესაბამისი ნაწყის აღება ხდება და ამ ანალიზის რეზულტატების მიხედვით ხდება შემდეგი მართვა პაციენტის. კი ბატონო, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ადრეულ დადგენას. ვინაიდან პაპილომავირუსი არის მთავარი ერთ-ერთი მიზეზი საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდგომში განვითარების. საუბარია პაპილომავირუსის ტიპებზე 16 და 18. და აქვე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას პაპილომავირუსისგან, რათა მოხდეს პაპილომავირუსის პრევენცია, მოხდეს და აღარ მოხდეს შეხება აღარ კონდეს ეს პათოლოგიებთან. რას უნდა მიიღწიოს ქალბატონმა ყურადღება? აი, როცა ამბობენ ხოლმე, რომ აი ციკლი ამერია, ციკლი მომეშალა, ხო? ეს რომ მოხდეს დიფერენცირება, ეს უკვე ფიზიოლოგიურ მენოპაუზას უახლოვდება ქალბატონებს, არა მის სახის პათოლოგიასთან აქვს საქმე. ამ შემთხვევაში სასაჭიროა, რა თქმა უნდა, ქალბატონმა მიმართოს. მიან გინეკოლოგს რათა მოხდეს ამ სიტუაციების დიფერენცირება და სიტუაციის სწორი მართვა. იმიტომ ის ითვლება ფიზიოლოგიურ პროცესად მენოპაუზა, მაგრამ ამის კორექცია შესაძლებელია უფრო სრულად გადავიდეს ქალბატონი მენოპაუზაში, ხოლო თუ იქ რაიმე სახის დაავადებასთან არის საქმე და ამის გამო მოხდა ციკლის არევა, მენსტრუაციის ციკლის დარღვევა, იქ შესაბამისი მართვა მოხდეს. რაც შეეხება მენორაგია, ну ეს არის მენომეტროლოგია უბრალოდ, ეს არის ჭარბი მენსტრუაციები, მათ შორის სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის რა არის ამის ძირითადი განაპირობებული მიზეზები. ძირითადი მიზეზი არის ხოლმე ენდოკრინული დარღვევები ქალის ორგანიზმში და აგრეთვე არის ხოლმე ისეთი პათოლოგიები, როგორც არის საშვილოსნოს სტანის პოლიპი, საშვილოსნოს სტანის ჰიპერპლაზია. როგორც აქვე ვიტყვი, ეს ძირითადად ხოლმე დაკავშირებული არის ისევ და ისევ ენდოკრინულ დარღვევებთან, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. გარდა ამისა, ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ფიბრომას რო ეძახიან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამას ქვია მიომა და მიომა შეიძლება იყოს სუბმუკოზური, რომელიც მდებარეობს საშვილოსნოს ღრუში, ინტრამული, რომელიც მდებარეობს საშვილოსნოს სტანში, საშვილოსნოს კუნთში, ხო? ესე შეიძლება იყოს განმაპირობებელი მიზეზი ჭარბი მენსტრუაციების, ჭარბი სისხლდენების, როგორც უკვე აღნიშნე, იმისთვის რომ მოხდეს დიფერენცირება, ეს დარღვევა დაკავშირებულია მენოპაუზასთან თუ დაკავშირებულია რაიმე სახის პათოლოგიებთან შემოჩამოთვალე, ამ შემთხვევაში საჭიროა დროული მიმართვა იქნება, რაც მოხდეს ამის დიფერენცირება და სწორი მართვა. რათა მოხდეს უფრო მეტი გათვლების ჩამოყალიბება, როგორც არის ანემიები, რაც დაკავშირებულია სისხლის დაკარგვასთან, ტკივილის სინდრომი და ხშირად ხდება ხოლმე თუ ეს მიომა არის ფერზე ვეძახი და მას სუბსეროზული კვანძი რომელიც არის, რომელიც გაეთვალებადობს საშვილოსნოსი, შეიძლება იქ მოხდეს კვების დარღვევა ამ კვანძის და მოხდეს შესაბამისი ანთებითი პროცესები უკვე მუცლის ღრუში. ამიტომ აი პირველი სიმპტომების შემთხვევაში, იგივე ციკლის არევის შემთხვევაში ქალბატონი არ უნდა ელოდოს თავისით რამე მოუწესრიგდება ამის იმედზე არ უნდა იყოს, თავის დოზე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმი გინეკოლოგს. გურის მუნიციპალიტეტის საკალათბურთო გუნდმა ივერიონი პლეი-ოფის მეოთხე მატჩში ჟეზესტაფონთან მარგვეთთან გამართა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ანგარიშით მარგვეთის სასარგებლოდ 97-95 დასრულდა. ახლა გუნდების ანგარიში სერიაში 2-2-ია. ახლა ყველაფერი მეხუთე მატჩმა უნდა გადაწყვეტოს, რომელიც 3 მაისს 16 საათზე გორში გაიმართება. თამაშის დასწრება ტრადიციულად იქნება და გორის სპორტის სასახლეში გულში მატკივრას ელოდებიან. სერია გვაქვს ზესტაფონის მარგვეთთან, 2-2 არის ანგარიში სერიის, მოკლედ ერთი საშინაო შეხვედრა დავთმეთ, ერთი საერთოდან წამოვიდოთ მას მისანტუაში და ეხლა გვაქვს მესამე შეხვედრა უკვე გორში გადამწყვეტი შეხვედრაა. მის მოიგებს მუშების გადის ნახევარფინალში და შევედებით ყველას გორის დარბაზში ერთად გავიდეთ ნახევარფინალში. გუშინ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა ზესტაფონში, ბოლო წამზე დავმარცხდით, 3 წამით ადრე ვიგებდით და სერიის დასრულების შანსი ჰქონდა, მაგრამ კარგი თამაში ჩაატარეს ასევე ზესტაფონის გუნდმა და
მეხუთე თამაში დაინიშნა და ზუსტად ამის თითქმისთვისაც ემზადებოდით მთელი სეზონი და მოედნის უპირატესობა რაც მოვიპოვეთ მეხუთე თამაში უკვე გადაწყდება ნახევარფინალისტის ვინაობა და ველით გულშემატკივარს 20 საათი შაბათს გავავსოთ დარბაზი და ისი ამოვნე თამაში. ქუთაისში გვირილობის დღესასწაული აღინიშნება ღონისძიება ბაგრატიონის ტაძარში ტრადიციულად ზარების რეგვითა და ჩოხოსნების კურთხევით დაიწყო. მეუფე იოანემ საღვთო ლიტურგია აღავლინა და ქალაქი დალოცა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა და ჟილდოვდებიან საპატიო მოქალაქეები, ასევე მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ასამბლის კონცერტი გაიმართება. დღის ბოლოს თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ფინალურ კონცერტი. დღეს კვირილობის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო მეუფე იოანეს ლოცვა კურთხევით. შემდგომში ღონისძიებები გაგრძელდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გამოფენილი იქნება ნახატები, ასევე მოეწყობა პერფორმანსები, გაცოცხლდება ჩვენი ძველი ევროპული ქალაქის ისტორია და ცხოვრება. შემდგომ მოხდება საპატიო ქუთაისლების გამოვლენა და დაჯილდოება. დღე დამთავრდება გალა კონცერტით. ქუთაის ქალაქობას გილოცავთ. ტრადიციულად მეუფემ დაიწყო ქალაქის დალოცვა, რის შემდეგაც გადავინაცვლებთ უკვე საღონისძიებო უბანში. მთელი დღის განმავლობაში მეფეთ უბანში თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ვერიკოს სკვერში იქნება ღონისძიებები, როგორც საბავშვო კონცერტები, ისევე იქნება გამოფენები, სამხატვრო სივრცეები, სპორტული ატრაქციები. ვირილობა ქუთაის ქალაქობა, რომელიც ტრადიციას იღებს ჯერ კიდევ 1911 წლიდან. და მას კვირილობა ეწოდა. თუმცა ეს ტრადიცია პირველად შვედეთში დაიბადა 1908 წელს, როდესაც ზუსტად ტუბერკულოზით დასნეულებული პაციენტებისთვის აგროვებდნენ კვირილებს, შემდეგ მათ ყიდდნენ და ამ შეგროვებული თანხით ეხმარებოდნენ ტუბერკულოზით დასნეულებულ პაციენტებს. ეს ტრადიცია, რა თქმა უნდა, სწრაფად აიტაცეს ქუთაისში, როგორც ძირძველ ქუთაისურ ევროპულ ქალაქში და ეს ტრადიცია 1911 წელს დამკვიდრდა ჩვენს ქალაქში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქრევიშვილი ქართულ და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს ავიაკომპანიების ოპერირების, გაუმჯობესებისა და გზავრთა მომსახურების სრულყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები. შეთანხმდნენ სხვადასხვა კოორდინირებულ აქტივობასა და თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პერიოდისთვის ავიარეისები შესრულდება 63 გზავრო ავიაკომპანიის მიერ 118 საჰაერო ხაზზე. კვირაში დაახლოებით 735-740 ხშირით, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შესრულებულ ფრენებთან შედარებით 6%-ით მეტია. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ. საუბრისას და მნიშვნელოვანი იყო ავიაკომპანიების უკავშირი, მათ შორის იმის ხაზგასმა, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულია, აღინიშნება განსაკუთრებული ზრდა ჯავშნებში, ისევე როგორც ავიაკომპანიების დატვირთულობაში, რაც ცალსახად გამომდინარეობს საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესის ზრდიდან საქართველოში მოგზაურობაზე. ჩვენ შევჯერდით, რომ მიმდინარე წელი ნამდვილად გამოიყურება, რომ აუცილებლად იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებით წარმატებული სეზონი ტურიზმის ინდუსტრიაში. პრაქტიკულად ყველა რეისი აპრილის სეზონიდან ახალზე მაქვს საუბარი დადის 90%-იანი დატვირთვით, რაც არის საქართველოსთვის ძალიან დიდი მიღწევა, ბაზარი იზრდება და ველოდებით კიდე ახალ ავიაკომპანიებს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ სეზონით, რადგან გასული და მიმდინარე წლის განმავლობაში ვზრდიდით ჩვენს რეისებს. ჩვენ გავზარდეთ რეისები 14%-ით და იმედია ამ კვირის ბოლომდე ჩვენ თბილისის განრიგს კიდევ 2 რეისს დავამატებთ. მომდევნო თვიდან ბათუმის მიმართულებით კიდევ 3 რეისს დავამატებთ. ჯამში ამ სეზონზე საქართველოში 900,000-ზე მეტი ადამიანის გადაყვანას შევძლებთ. ბაზარზე მოთხოვნა იზრდება. ცხადია, ჩვენ ახლა ვიწყებთ ზაფხულის სეზონს და ვცდილობთ საქართველოში ახალი კლიენტები, ახალი ტურისტები მოვიზიდოთ. Air Astana ამ ზაფხულს სიხშირეებს გაზრდის. ალმატიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 10 ჯერ ვიფრენთ. ასტანიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 4 ჯერ ვიფრენთ. წელს ვაპირებთ ახალი პირდაპირი რეისის გახსნას ატირაუდან თბილისში. ეს არის ჩვენი პირველი რეისი ყაზახეთის დასავლეთ ნაწილიდან. რეისების სიხშირის გაზრდით ვგეგმავთ უფრო და უფრო მეტი სტუმრის ჩამოყვანას ძირთად ყაზახეთიდან, რომლებსაც ძალიან მოსწონთ
ჰქონდ საქართველოში სტუმრობა. ზამთრისა და ზაფხულის სეზონებზე მგზავრები საქართველოში უწყვეტად მოგზაურობენ.